bringing together educators, researchers, and innovators to discuss AI in education is exactly what we need at this moment. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. ცვლილებები AI-ს შემოაქვს არა მარტო განათლებაში, არამედ ყველა სფეროში. საოცარი რამ არის, საოცარი თულია, მასწავლებელი ჩართულობა არ ჭირდება, გასწავლება არ ჭირდება, ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ყველაზე დიდ გამოწვევას შორის აღინიშნა აკადემიური პერსონალის მზადყოფნა. როდესაც მინდა რომ ჩემი მოსწავლე თუ სტუდენტი პროგრესირებდეს სწრაფად ხელოვნური ინტელექტის გარეშე ამას ვერ გავაკეთებ. იქნება ხელოვნური ინტელექტის კვლევითი და გამოთვლითი ცენტრი, სურს რომ შევქმნათ მულტიფუნქციური AI ასისტენტი. AI წიგნიერება იყო პირველ ადგილზე 2025 წლის ახალ უნარებში, რომელსაც ყველა დამსაქმებელი ითხოვს. ჩაანაცვლებს თუ არა პროფესორს ხელოვნური ინტელექტი ეფექტურ სწავლებაში. What could be the next generation of innovation and definitely by impact of AI. ადამიანებმა დაიწყეს გენერალური ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბევრი სხვა მიმართულებით. განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ინტეგრირება არის მომავლის საკითხი. ჩვენი სტუდენტები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ხშირად, რომ რაღაც საკითხები აუხსნას ამ ხელოვნურ ინტელექტს მათ. ამ სიტუაციაში მაინც არის დიდი რესურსი, რომ შეიქმნას საინტერესო ტექ გადაწყვეტები, რომელსაც AI გააუმჯობესებს. დასაქმების HR თულები რო დავარქვათ და განათლების მიმართულების ტექნოლოგიებში ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ყველა კომპანიაში მიმდინარეობს ტრანსფორმაციები, რომელიც ხადია ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. ორივე ნათლად ასახავს AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას. აი როგორ დავიხმაროთ AI თვითონ AI-სთანვე დასამეგობრება. And the prompting is becoming new normalized communication mode. როგორ შეიძლება ამ დამხმარე ხელსაწყოების ეფექტურად გამოყენება იმისათვის რომ თან არც ხარისხი არ დაგვერღვეს. But even the responses of artificial intelligence are not consistent. ერთმა მესამედმა თქვა რომ აპირებს დანერგვას ან ძალიან საწყის ეტაპზე არის AI-ის დანერგვის კუთხით. The use of AI should be connected to educational goals. And how that data and transparency is being used. რეგულაცია ამ პროცესის არის აუცილებელი. AI უნდა იყოს არა საფრთხის, არამედ შესაძლებლობის წყარო. პოტენციურმა სტუდენტებმა უკვე ნამდვილად აღარ იციან, როგორ შეიძლება ცხოვრება AI-ის გარეშე. Across the globe, we need to invest a lot in helping educators to learn their own prompt literacy.